დაპირისპირება ყოფილიყო ამ აქციაზე და ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ადამიანს, ვისთანაც მოახერხეს და როგორც მოახერხეს. ეს არის უკვე საშიშროება იმისა, რომ საქართველოში ერთგვარი სკინჰედების ჯგუფი ჩნდება, რომელიც მოდის და მაშინ, როდესაც რაღაცა არ მოწონს, პირდაპირ გისწორდება ფიზიკურად და არა სიტყვით. რომლის თავისუფლებასაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის დავეცავთ. ეს უკვე სისხლის სამართლის სფეროა, ეს უკვე კრიმინალია. ეხლა აქ არანაირად არ არის კავშირში არც მართლმადიდებლობა და არც ლიტერატურა და არც ქრისტიანობა. მართლმადიდებლობის სახელი. ცხადია ეხლა ეს ადამიანები იწერენ ქულებს, პოლიტიკურს თუ სოციალურს თუ სამოქალაქოს, ეს სხვა საკითხი, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა და დაწურებული ვარ თქვენთვისაც. ეს არის რელიგიის სიბრტყე, ხომ? რელიგიის სიბრტყე გარკვეული თვალსაჩინო ცხადია სამოქალაქოს სიბრტყეც, მაგრამ არ ამგონია რომ ქრისტეს დაცვა იყოს ადეკვატური აი ამ ფორმებით. ოდის ვიხდი დედისგინებით, ფიზიკური შეურაცხყოფებით, მუქარებით, შანტაჟით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სწორედ ის არის, რასაც ქრისტე ებრძოდა, ხომ? და რასაც სახარება ებრძვის, რასაც რელიგია ებრძვის. სხვადასხვა გამოვლინება რელიგიური ადამიანისა ამა თუ იმ საკითხზე ვთქვათ. ერთია თუკი ასე ვთქვათ ადამიანი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ძალიან ღრმად არის გათვეცნობიერებული რელიგიაში და ის ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ამის შესახებ ითქვა კიდეც და მეც გავიმეორებ, რაღაც სხვა ფორმით გამოხატავს ვინმეს მიმართ დამოკიდებულებას. თუნდაც ვთქვათ მწერლის მიმართ, რომელიც ჩათვალა რომ რაღაცა ასე ვთქვათ კრეხელურს წერს, შესაძლოა სხვანაირად გამოხატოს, ამა ილოცოს მისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ან ვთქვათ მოუწოდოს სხვებს, რომ ქრისტიანული საქციელი ეს არის, რომ ამ ადამიანისთვის ილოცო. თუკი ჩვენ არ მოგწონს ესა თუ ის ნაწარმოები და სავსებით შესაძლებელია რომ არ მოგწონდეს, რასაკვირველია. ეს ბუნებრივიც არის, მილიარდი ფორმა არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამა თუ იმ ტექსტის მიმართ. ამისთვის არსებობს სტატია, ამისთვის შესაძლებელი აქციაზეც მივიდეთ, ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ აქ არის მთავარი პრინციპი. ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანს ჩვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა მივაყენოთ. ეს არის ყველას პრობლემა. საზოგადოებისაც, ხელისუფლებისაც, ფსევდომართლმადიდებლებისაც და ასე შემდეგ და ზონდერებისაც, ქართველი სკინჰედებისაც და ასე შემდეგ. პრობლემა აქ არის, თორე რასაკვირველია, შესაძლებელია რომ ვიღაცას ტექსტი არ მოეწონოს და მეტიც აღშფოთდეს კიდეც და შოკირებულის დარჩეს და გამოხატოს კიდეც ახლა. აქ ამაზეა ლაპარაკი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თვითონ კეკლუს რელიგიურობით, საკუთარი რელიგიურობით და საკუთარი ღვთისმოსაობით, ეს ჩემი აზრით პრობლემა არის. თუმცა ესეც შესაძლებელია, ვერავის ვერ აუგზავნო, რომ მან ვთქვათ, ტელეკამერების წინ დაგვანახოს თუ როგორი ღვთისმოსავია და ოპერატორის თანდასწრებით ანთოს სანთლები და პირჯვარი იწეროს პოლიტიკოსებმაც მათ შორის ეს მოდა დამკვიდრდა 90-იანი წლებისთან მოყოლებული, რომ აი რა კაი კაცი ვარ, მე ვლოცულობ, მე მოძღვარი მყავს, მე ეს რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში ვარ, აი მომეცით ხმა. რასაკვირველია იერუსალიმის წმინდა ცეცხლის ჩამოტანა, ეს იქცა რაღაცა შოუთ, პოლიტიკურ შოუთ, რამე კავშირი აქვს აქ ამას, ახლა ხო ცხადია რომ ახლა არ დემაგოგობ. და მე ახლაც აი ამ წლევანდელი აღდგომის ლიტანიობაზე მახსოვს რაღაცა უხერხული კონფუზი შეიქმნა, პატრიარქი წირავდა და მასთან ერთ-ერთი სასულიერო პირი მივიდა და ყურში უჩურჩულა და შემდეგ პატრიარქმა ღიად ეს ცეცხლი ჩამოგვიტანა ვიცე-პრემიერმა ქალაქის თუ რაღაც. ანუ მან ჩაიწერა თავისი ქულები, რომ აი რა კაი კაცია. ეს ჩემი აზრით, მე იცით რა არის ახლა აქ ვფიქრობ რომ ალბათ მეტაკლებად კარგად ვიცნობთ ყველანი სახარებისეულ ტექსტს, ხომ? ახლა მარტივად ამის შესახებაც ხშირად გვისაუბრი. ადამიანი, რომელიც ხვის დასანახად ლოცულობს, რომელიც ხვას ანახებს, თუ როგორი რელიგიურია, როგორი ღვთისმოსავია, სახარებაში ვიცით ასეთ ადამიანებს რას უწოდებს იესო ქრისტე? ფარისევლებს. ეს არის ფარისევლობა, მე ესე ვიც თუ კი ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, ეს არის. აი ამ ბრძანა რომ თქვა თეოლოგიაზე არ ვისაუბროთ და ამ ნიშნით არ წავიდეთ, სწორიც არის ალბათ ეს უფრო ღრმა თემაა და სერიოზული თემა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რეალურად აგრესიაზე, რომელიც ცილდება რაღაც გარკვეულ რბილად რო ვთქვათ ეთიკის ნორმებს. ეს უკვე არის ეს არის ცხადია. უბრალოდ მე მინდა რომ აი აქაც გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უბრალოდ მოვუწოდო ადამიანებს რომ ნებისმიერი ფორმით სავსებით შესაძლებელია და რაღაც თვალსაჩინო ბუნებრივიც არის რომ ადამიანმა გამოხატოს აღშფოთება ან დააფიქსიროს თავისი აღშფოთება, მაგრამ გაალახვისაგან
მუქარებისაგან, შანტაჟისაგან, რომ თავის შევიკავოთ. მით უმეტეს თუ კი ეს ადამიანები ლაპარაკობენ მართლმადიდებლობაზე და ქრისტიანობაზე. არ ლაპარაკობ ამას ახლა პათეტიკურად. ქრისტეს ასე ვერ დავიცავთ. ასე ქრისტეს ვერ დაიცავ. ეს შეიძლება შენ რაღაც ქულები ჩაიწერო, შენ გამოჩნდე უფრო ხშირად ტელეეკრანზე, ვიღაცებს გული მოფხანო და ვიღაცა შეიძლება დააჯერო, რომ თქვათ, ახლა აი რა, კაი პატრიოტია, მაგრამ ნუ მაინც საბუთო ჯამში ახლა ქართველები ხო იცით როგორი ხალხი ვართ, სიყალბეს მაშინვე ვხედავთ და ვცნობთ. მაშინვე ჩანს ახლა ვინ ახლა ამ შემთხვევაში ვინ გვესაუბრება რელიგიური პათოსით, თუ კი საერთოდ ამაზეა საუბარი და ვინ ამ შემთხვევაში ფარისებობს. ეს ერთმნიშვნელოვანი. აი, ერთსაც ვიტყვი, ბოდეს ვიხდით. უშუალოდ რაც შეეხება აი ამ გამოვლენებას, ესეც ბუნებრივია. თავისთავად სახელმწიფო მაინც ყალიბდება, ხო? 91 წელს გახდა საქართველოს დამოუკიდებელი და ბუნებრივია, მანამდე საბჭოურ სისტემაში ცხოვრობდით და აი ასეთი ტიპის მოულოდნელობები რომ გამოჩნდეს, თუნდაც აისახოს ლიტერატურაში, ანუ რომ გამოჩნდეს მკვეთრად ეპატაჟური ტექსტები, პროვოკაციული ტექსტები, ყოფილა ახლა ლიტერატურა მე პირადად არ მახსენდება კაცობრიობის და ლიტერატურის ისტორიაში ტექსტი, რომელიც თავისებურად პროვოკაციული არ იყოს. ქართული ლიტერატურიდანაც და მსოფლიო ლიტერატურიდანაც დამეთანხმებით, ხო? ეხლა დაწყებული ანტიკური პერიოდიდან, ნუ დღევანდელი დღით დასრულებული. თავისთავად ეხლა რაღაც კატეგორიის ხალხი, რომელიც რაღაცნაირად არის გარკვეულ სტერეოტიპებზე აღზრდილი, თქვა, განათლების თვალსაზრისით, ან რომელიც ცოტა მწყრალად არის თვითონ კითხვასთან მიმართებაში, ბუნებრივია, მისთვის შოკის მომგვრელია ის, რაც შეიძლება წაიკითხოს ერეკლე დეისაძის საიდუმლო სესირობაში. მაგრამ ეხლა იმ ადამიანისთვის, ვინც მეტნაკლებად ახლოს არის წიგნთან და ვისაც ნუ ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენა აქვს ლიტერატურაზე, მისთვის ეს წიგნი საშიში არ იქნება. საერთოდ არ მგონია რომ წიგნი საშიში შეიძლება იყოს რაღაც კატეგორია, შეიძლება ვიღაცისთვის სახიფათო იყოს საბოლოო ჯამში. არის ლიტერატურა, რომელიც აფხიზლებს ადამიანს და ამ ხელს და პრობლემებს უქმნის ამ მხრივ და მე ვიტყოდი რომ კაცობრიობები ყავს გადარჩენილი სხვადასხვა წიგნებს, სხვადასხვა დროს, მაგრამ ეს სხვა საკითხია, სხვა თემა. ამ შემთხვევაში ახლა თუ კი ჩვენ წაგვიკითხავს ბოკაჩოს დეკამერონი, ღმერთო ჩემო, ახლა მეტი რაიმემ შეიძლება გაგვაკვირვოს, თუ კი მაინდა-მაინც ასულურო პირებზე ვსაუბრობთ, ახლა რაღაცა ირონიაზე. არ მითხრა რომ მოადერება ბოკაჩოს დეკამერონი სხვა რაღაცაა. იქ არ არის ერის უწმინდესის ღვთისმშობლის წინაპრის გინება არ არის და შეურაცხმყოფა. ხო, მაგრამ ის ცალკე სპეციალურად და ცალკე არა, ეს შეიძლება გასაგებია, არ ვიკამათოთ ტექსტზე. შესაძლოა თქვენ ეს მიუღებლად მიგაჩნდეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ასეთი ლიტერატურაც, ასეთი უილიამ ბეროუზის ტექსტები. კი ბატონო, დანიელ ხაროსის ტექსტები. ინსტიტუტში პრეზენტაცია. პრეზენტაცია გაიმართა წიგნის მაღაზიაში. წიგნის მაღაზიაში ჩვენ რაც არ უნდა არა წიგნის მაღაზია ეკუთვნის იმ სასწავლებელს. მესმის, მაგრამ როგორც არ უნდა აკრძალო, თქვა რაღაც წიგნი, რაც გამორიცხულია. აქ წიგნი კი არ არის. თუ კი ადამიანს წაკითხვა უნდა, მიაღწევს ეს სტუდენტს. შემდეგ ეს წიგნი მეორე დღეს არც ერთ მაღაზიაში აღარ არის. ძალიან კარგია. იცით რატომ მე გავაცნობიერებ, რომ იმენმა ადამიანმა გაიგო, იმიტომ რომ თავისუფლების ინსტიტუტი ერთგვარად გადავიდა მიწისქვეშეთში. ცოტა ხანი გამოვხდები. ვფიქრობ, რომ თავისუფლების ინსტიტუტი აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ამ დეისიზის დაწერილი. მე იმ ადამიანს ტელევიზორში შევხედებულობა რამე ფაქტებზე არ დაყრდნობილი. ინფორმაციაც მაქვს, რომ იმდენად წავიკითხეთ, იგი მივახდენთ, რომ ცუდად გავხდი ამ კითხვის დროს, რომ იმდენად ამაზრზენია და შეურაცხყოფელია პირადად ჩემთვის, რომ ეს იმდენად რატომ არის მე ეს მაინტერესებს, რატომ არის პირადად თქვენთვის შეურაცხყოფელი, თუნდაც ის რომ ერეკლე დეისაძე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ დედას. არა, დედას რაც უნდა თავის დედას, რაც უნდა მიაყენოს და თავის უკურტუმოს და თავის მშობლებს არ მაინტერესებს მე, მაგრამ ჩემს არწმუნებას, ჩემ ერს, წინაპარს, უწმინდეს ღვთისმშობელს ეს ხო მისი წინაპარიც არის, მისი ერიც არის. ალბათ არ თulis ეს ასე, რო თulides არ გააკეთებდა. ესე მის დედასაც აყენებს შეურაცხყოფას, ის ჩემი დედა არ არის, მაგრამ ჩემთვის და ბევრისთვის არის გარკვეული ღირებულებები და მინდა ვთქვა ნინია, რომ შენგანაც არ მომწონდა, როდესაც რუსთავი 2 სამებაზე და იმაზე ქონდა გადაცემები და ვერ ჩვენ თამარ მეფეზე დაწერილი მასპაშა ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ შეიძლება სხვა თემა იქნება. გასაგებია, მაგრამ როდესაც ამდენი წლის განმავლობაში, ხო, ხან ეს გამოვა იმას იტყვის, ის გამოვა ადამიანურად მშვიდად
ხდება ესმის თქვენ მაგაში გარკვეული საზოგადოება და აი თქვენაირი ჯგუფი რომ ეს იწვევს გაღიზიანებას და მე მგონი აქამდე ყოველგვარი აგრესიის გარეშე ხდებოდა ცივილიზებული მშვიდი ენით ამის დაფიქსირება აღშფოთება რომ ეს რა არის ხო უნდა მიხვდეს